დღემშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? ვიცი რომ ზოგიერთი თქვენგანი ლოგიკას ელის მეორე ვარიანტის ზოგიერთი აი ამ რაოდენობრივის დარჩენილ მასალას, მაგრამ დიდად არ ვჩქარობ ხოლმე და რა ვიცი, მთელი წელი როცა ვამეცადინებდი ჩემ მოსწავლეებს, არავინ ისეთი ინტენსივობით არ ამეცადინებდა როგორც მე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღე გვქონდა 3 საათნახევრიანი გაკვეთილები, ნუ სამიანი სისტემატურად და როგორი თემა არის, იცი, აი და ხშირად ეგდრო ხო 3 საათნახევარიც მიმეცადინები, მასე გადაიღლები ადამიანი და კი გადავიღალე კიდევაც, იმიტომ რომ მე ვიცი ბოლომდე თავშეწირვა ბავშვებზე და სხვანაირი მასწავლებლობის არ მჯერა ხო და მაგის მერე, როცა ქვეყნდება პასუხები, ზოგიერთი მასწავლებელი ხო დებს პასუხებს, არ მაინტერესებს არც ერთს არ ვიცნობ და არც მაქვს სურვილი არავის გაცნობის, უბრალოდ ჩემი მოსწავლეები როცა ამოწმებენ პასუხებს, მეუნებიან რომ აი დაიდო პასუხები და მერე როცა ხვდები რომ ადამიანს პასუხები უფრო აინტერესებთ ვიდრე ახსნა, ცოტა მოტივაცია იკლებს იმ გადაღლილზე კიდე ამოცანების ახსნის ჩაწერისა, ხო ხვდები და მაგიტოა რომ აი ესე მეჩხერად ვწერ, იმიტომ რომ რავი, დიდი მოტივაცია, როცა ხო ხვდები ეხლა თუ დადებ ვიდეოს და 1000-ობით ნახვა ექნება, მეტი მოტივაცია იქნება ვიდრე დადო და 100-ზე ძლივს ავიდეს, ხო? იმიტომ რომ როგორც გითხარი რა, უმეტესობა იმ მოტივით არის, რომ აი, დაემთხვა თუ არა ჩემი კრესტიკი ჩაწერილის გამოცდაზე ოფიციალურ პასუხს, ხო და თუ ეგ არის ადამიანის სადარდებელი, მაშინ რიღას ვისწერ, ხო, მაგრამ რადგან ეს ჩემი full-time პროფესიაა და ამის გარდა ჯერჯერობით ღმერთმა, რა ვიცი, სხვაგან ვერ დამადგინა და არ დამადგინა, ეგრეთ ვთვლის საჭიროდ, მეც საჭიროდ ვთვლი, რომ ჩავწერო, ხო, და არა ჯანმრთელობის ხარჯზე, ხა ზოგიერთ თქვენგანმა მითხრა წაკითხulis გააზრებაც დადეო და რაღაცა და ეგენი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მეგობრებო, ეგრე არ არის. გადახედეთ აბა ამ YouTube-ის არხს. პირველი ვარიანტის ლოგიკის პირველი 11 ამოცანა რომ დავდე, 7 საათი ვმუშაობდი მაგაზე და 20 წუთიანი ვიდეოები ჩაგიწერეთ. ეგ ეგრე მარტივად არაა, რომ უცებ დაიდოს პასუხები და ვიღაცამ ტესტები და ვინმე ნახევარ საათში, 1 საათში პასუხები დადოს. რა პრინციპით? მაგას რომ მსჯელობა ჭირდება ადეკვატური და ესე იგი ფიქრი და სხვა. ხო და ამიტომ ადამიანის ძალისხმევას და შესაძლებლობებს რაღაც საზღვარი აქვს და გონიერება გეყოს რა დროს უნდა გადატვირთო ეგ ლიმიტი და რა დროს არა, ხო და მე მაინც რატო წერ მაშინ იკითხავ რიღასთვის წერი იმისთვის რომ ორი ადამიანიც კი აი სახარებაში წერია ქრისტიანობს თუ ორი ადამიანი მაინც შეიკრიბა ჩემი სახელითო თუნდაც ორიო მათ შორის ვარო ჩემთვის რომ შეიკრიბონო ქრისტიანულ ერთობაზე და ლოცვაზეა საუბარი. ხო და მას ტაძარში ღვთისმსახურებაზე ბევრჯერ ყოფილა, რომ მარტო მე დამღლელი ყოფილვარ და რა ვიცი, კიდე ერთი ადამიანი შემოსულა. არა უშავს. ხო და ორი ადამიანი ხომ ისმენთ მაინც. ხო და თქვენთვის წერ ამას რა. და იმედია ეს პასუხებიც დაემთხვევა თქვენ არჩევანს, ხო? ზოგიერთი ადამიანი კიდე სუფთა ინტერესის გამო მისმენს, რომ აი სხვებმა რაც ჩათვალეს სწორ პასუხად ეგრე ფიქრობს თუ არა გიო. მე უბრალოდ ჩემ აზრს მოგავსდი, მათ შორის ამ ამოცანაზე და ყველაფერში. ლოგიკაშიც და ასე შემდეგ, თორემ მერე დაემთხვევა თუ არა პასუხები, მე არაფერს მიწვეთს, შენ გისურვებ წარმატებას, რომ იმაზე მაგარი ქულა კონდეს, ვიდრე ფიქრობ. და ასევე კიდე ერთხელ გეტყვი, რომ თუ ჩემი არხის ინტენსიური მსმენელი ხარ, ურჩიე მეგობრებს რეკომენდაცია მიეცი, რომ აი გიოსთან იქეთ წლიდან მოემზადეთქო, იმიტომ რომ ხვდები როგორ ნატურალურად და მარტივად ხსნი ხოლმე და რომ ჩემი ახსნილი განსხვავდება სხვებისგან ისე რომ ფიქრობ მართლაც ღმერთის მოწოდებაა ის რასაც ვაკეთებ, განსაკუთრებით ლოგიკაზე თუ მისმენდი, ხო? ფიქრობ ძალიან გასაგები და ნატურალური ენით მომაქვს შენამდე სათქმელი, დიახ და ზოგიერთ თქვენგანი თბილ სიტყვებსაც არიშურებს ხოლმე კომენტარებში, რისთვისაც დიდი მადლობა და წარმატებები კიდევ ერთხელ. აი 15 ნახე როგორი იყო პირველი ვარიანტის რაოდენობრივი სადაბ ეწრფებს, C და D წრფები კვეთს ისე, როგორც ეს ნახაზია გამოსახული. ამავე ნახაზზე მითითებულია 4 ალფა ბეტა გამა და დელტა კუთხე და მათ შესახებ მოცემულია პირობები, როგორ ვაკეთებინებდით ჩემ მოსწავლეებს ამ ტესტებს, მეორე გადავხაზოთ, დავივიწყოთ და კითხვა წავიკითხოთ. იმისათვის რომ ვიპოვოთ დელტა კუთხის სიდიდი, ეს კუთხე, რომელი პირობა დაგვეხმარებაო, პირველი ალფა უდრის ბეტას, თუ ალფა ბეტას უდრის.
ანუ რას ნიშნავს? რაღაცა კუთხე უდრის რაღაცა კუთხეს. მერე აი დელტა როგორ უნდა გაიგო ეგ ხო შეუძლებელი რა ხან ალფა ბეტას უდრის ეს არის სიტყვაზე 50, 55, 60 თუ რამდენი. ეგ ხო სპეკულაცია იქნება, კაცმა არ იცის ეგ. ანუ პირველი პირობით ვერ ამოხსნი მარტო. დაივიწყებ პირველ პირობას, მარტო მეორე გეუბნება გამა 35 გრადუსიავე, ხა? ეგეთი თემა არსებობს გეომეტრიაში, შიგაჯვარედინა კუთხეები ერთმანეთის ტოლია. მე სახელწოდებებით არ მიყვარს კუთხეების მოხსენიება, უბრალოდ ანუ შეიძლება აქვს მაგას რა ქვია, ვიზუალურად დავამახსოვრებინე ჩემებს. ანუ გადაღმა რო შეხყურებს ერთი კუთხე მეორეს, ხო? აი, ერთი გზაჯვარედინიდან რა. რო დაიწყება და იქეთ მეორე გზაჯვარედინზე რო შეყურებს კუთხეს, ეგენი ერთმანეთის ტოლია მეთქი, ხო? და ნუ ესეც 35 გრადუსი იქნებოდა ასე ჩათვლიდი. შეიძლება ჩაგეთვალა, ხო? მაგრამ მან არის ერთი პრობლემა, ნუ შემოხაზავდი მეორეს და იფიქრები სწორიაო. მაგრამ მან არის ერთი პრობლემა. შიგაჯვარედინა კუთხეები, ანუ ესე გადაღმამდებარე კუთხეები გზაჯვარედინებზე მართლა ტოლია ერთმანეთის, მაგრამ მან არის ერთი პრობლემა. სინამდვილეში ეგ წესი მუშაობს მაშინ და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორიგინალი A და B წრფეები იკვეთება მესამე წრფით და ეს არკმარა და როდესაც თავად A და B წრფე ერთმანეთის პარალელურია. პარალელური რას ნიშნავს? ანუ ხაზები სწორად უნდა იყოს გავლებული. ან თუ ერთი დახრილია, მეორეც დახრილი იყოს და ასე შემდეგ იგივე გრადუსით. ანუ ჩვენ რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას როცა ვიწყებთ, პირველ გვერდზე მკაცრად ვართ გაფრთხილებული, რომ ნახაზები შეიძლება არ იყოს შესრულებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ როცა ნახაზს შეაფასებთ ან ნახაზსო, ნუ დაეყრდნობით თვალსო. ერთ-ერთი რაზეც ვამეცადინებდი ჩემ ბავშვებს ეგ იყო, რომ თვალით ნუ შეაფასებ, ნუ რა ფერსო, ეს კვადრატია, ეს მართკუთხედია, ეს რაღაცა ის არის სწორი ხაზია, პერპენდიკულარია, ეს 90 გრადუსი, ეს მართკუთხა სამკუთხედია, ეგ არავინ არ იცის. თუ პირობა არ გეუნება რაღაცას, ან შენით არ გამოთვალე და დაადგინე, მას ეს გამოდის ვარაუდი. ხო და ნახე აქ როგორ წერია A და B წრფეებს, C და D წრფეები კვეთს ისე, როგორც ეს ნახაზია გამოსახული. როგორ არის გამოსახული? მე რა ვიცი, იქნებ დახრილი A და B და თვალი მატყუებს ან არც მატყუებს და პირობითი ნახაზია, როგორც ეს პირველ გვერდზე გვიწერია რაოდენობრივში. ამიტომ მარტო ის 35 გრადუსია გამა. ეგ უბრალოდ შენი ვარაუდია, რომ 35 არის დელტაო, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართლდებოდა ეს თუ A და B მართლა პარალელურია და მასეთ შემთხვევაში C წრფე რო გადაკვეთ და ორივეს აქაც და აქაც ორ თანაბარ კუთხეს, ანუ ერთ და იგივე კუთხეს მოჭრიდა. მაგრამ შენ ხო არ იცი A და B წრფე ერთმანეთის პარალელურია თუ არა, შეიძლება არ იყოს და მერე მაშინ თუ არ არის კუთხეები ირევა ხოლმე და შიგაჯვარედინა კუთხეები, ნუ აღარც ეწოდება, ანუ თუ დაარქმევა ერთმანეთის ტოლი აღარ იქნება. ამიტომ მარტო მეორეთი ამ კითხვას ვერ გაეცემოდა პასუხი. შეიძლება ის 35 იყოს და ეს ქვემოთ იყოს უფრო მეტი ან ნაკლები კუთხე გააჩნია C როგორ მოდის A-სთან და B-სთან დახრილობაში, იმიტომ რომ შეიძლება A და B როგორც გითხარი ერთმანეთის პარალელური არ იყოს. დაკონკრეტებული ეგ არ არის და ეგ იყო ამ ამოცანის მთავარი იდეა. მასეთ დროს თუ არც პირველი პირობა არის რამის მომცემი და არც მეორე, ანუ ვერ ხსნი კონკრეტულად, ხო? ამოცანას, იმიტომ რომ დელტა კუთხის სიდიდეს გეკითხებია, რამდენიაო რიცხვებშიო, ხო და როცა ვერ გაეცი პასუხი, ორივე უნდა შემოხაზო და იმ იმედით რომ გასცემ პასუხს. ნუ ალფა უდრის ბეტას და გამა არის 35 გრადუსი. ნახე თუ ალფა უდრის ბეტას, ეგ რას ნიშნავს? ეგეთი რამ, ანუ ეხლა კომბინაციაში განვიხილავთ, ხო? მასე თუ დაადგენ კუთხეს, ანუ თუ ალფა ბეტას ტოლი არის, თავდაპირველად თქვით, რომ მაგით ვერ დავადგენდით კუთხის სიდიდეს დელტასი. ეგ მართლა მასია. მაგრამ სინამდვილეში აიქეთ მარჯვენა მხარეს მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ A და B წრფე მართლა ერთმანეთის პარალელურია, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში პარალელური რო არ იყოს, ალფა და ბეტა ერთმანეთის ტოლი ვერ იქნებოდა. მაგ კუთხეებს რაც გინდა ის დაარქვი. რავი, გინდა შესაბამისი კუთხეები დაარქვი, გინდა ცალმხრივად მდებარე კუთხეები, შიდა ცალმხრივად, გარე ცალმხრივად, რაც გინდა დაარქვი, ჩემთვის ეგ სულ ერთია. მე ჩემ მოსწავლეებს ვაჩვევდი იდეას, რომ
თვალით დაემახსოვრებინათ ვიზუალურად და არა ისე როგორც მათემატიკოსები ასწავლიან, მათთვის ეს აბსოლუტურად სულ ერთია, ანუ ეგეთი რაღაც სახელწოდებებით დაზეპირება სჯობია, იდეა დაიმახსოვრო, რომ ორი წრფე იკვეთება მესამე წრფით. წრფე ხო სწორი ხაზია, ხო და თუ ალფასთანაც და ბეტასთანაც ერთი და იგივე კუთხე შეიქმნა, ეგ რისი მაუწყებელია? უკვე შეუძლებელია A წრფის დახრა განსხვავებული იყოს და B წრფის დახრა განსხვავებული, თორე ერთმანეთის ტოლი ეს კუთხეები ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ აღმოჩნდება. ამიტომ ალფა უდრის ბეტას ნიშნავს, რომ აი სიტყვაზე ეს თუ არის მაგალითად 80 გრადუსი, ესეც 80 გრადუსი რატომ გამოვიდა? იმიტომ რომ ეს სამხარესდებარე კუთხეები არის იმის შედეგი, რომ A და B წრფე ერთმანეთის პარალელურია. ხო და მაქედან გამოიტანდი იმ დასკვნას, რომ თუ პარალელურია და გამაციცი 35-ია, მაშინ უკვე ხო, ეს როგორც გითხარი, გადაღმამდებარე ეგრეთ წოდებული შიგაჯვარედინა კუთხეებიც ერთმანეთის ტოლი იქნებოდა და დელტაც 35 გრადუსი გამოდის რა. აქ არსებობს კიდე მოპირდაპირე კუთხეები, როცა ერთ წრფეს მეორე კვეთს, აქ კიდე რასაც შეყურებს, ისიც 35 იქნებოდა, ანუ გამა იგივე პირდაპირ ეს კუთხე არის 35 და ზუსტად იგივე თემას დაემთხვა, ეს 35 იგივე ეს 35-ია, ისევე როგორც გვერდზე მარჯვნივ ეს ალფა ბეტას ტოლი არის. რა მე ესე ვხედავ ამ ამოცანას, კიდე ერთხელ გეუბნები, არ ვიცი არც პასუხები და რა ვიცი არც ის მაინტერესებს ვი როგორ უყურებს ამ ამოცანას. მე ვთვლი, რომ სწორედ ხედავ ხო ამ ამოცანის იდეას, იმიტომ რომ დაკონკრეტებული არ არის A და B წრფები როგორია და თუ პარალელური არ არის, მაშინ კუთხეების ტოლობაზე საუბარი ზედმეტია. ხო და ოფიციალურად ეგ უნდა იყოს სწორი პასუხი, რომ დელტა კუთხე რომ გაიგო, ორივე პირობა ერთად უნდა იცოდეთ, ცალკე საკმარისი არც ერთი არ იქნება. ხო ეგრე. ეგრე არის. კაი, აბა მერე. ისევ გადავხაზოთ მეორე და ეს ჩემი მეთოდია ხალხო, მე ასე ვასწავლი და ძალიან მაყოფილები არიან ბავშვები. ყველაფერში სწორხაზოვან გზაზე მდებარე A პუნქტიდან ერთი და იმავე მიმართულებით ერთდროულად დაიძრა ორი ავტომობილი, რომლებმაც სულ მცირე 3 საათი იმოძრავეს. მათი მოძრაობის სიჩქარეები მუდმივი იყო. იმისათვის რომ დავადგინოთ რა მანძილი იქნებოდა ავტომობილებს შორის მოძრაობის დაწყებიდან 3 საათში. ანუ რაღაცა ესეთი გზა არის, ხო? და ეს არის A პუნქტი სიტყვაზე და მე და შენ ვიწყებთ მოძრაობას რა. ერთ და იგივე მიმართულებით, ეს იშვიათი შემთხვევა ძირითადად საპირისპიროდ გამოდიან ხოლმე, ხო? ანუ შენს წამოხვედი რა, ესე მიდიხარ, მეც მოვდივარ, ხო? შენთან ერთად არა. და აი ადრეც მithქვამს, მათი მოძრაობის სიჩქარეები მუდმივი იყო, იმას კი არ ნიშნავს, რომ მე და შენ ორივე 70-ით მივდივართ. ეგ შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მუდმივი ნიშნავს, შენ თუ 50-ით მიდიხარ, შეიძლება მე 60-ით მივდივარ, უბრალოდ ჩვენ გეზს და აღებულ სიჩქარეს არ ვღალატობთ, სულ მაგით მივდივართ. არ ვცვლით, თორემ ასე დააირევა კურსი მსჯელობის, ხო? თუ სიჩქარე იცვლება და რაღაცა და ატორმუზებს, ეგ სხვა ამოცანა იქნებოდა. ეხლა კითხვა, მოკლედ იმისათვის, რომ დავადგინოთ რა მანძილი იქნებოდა ავტომობილებს შორის მოძრაობის დაწყებიდან 3 საათში. ხო, ანუ მე და შენ გავდივართ. აი, რავი, შენ იყო შ და მე ვიყო մ, დავუშვათ, ხო ეგრე? ან რაღა დარჩა 200-ო მივაწერ, ხო, მაგრამ შენ ხარ ლურჯი ხაზი და მე ვარ ეს ვარდისფერი და მოძრაობთ, ხო? დავიწყეთ მოძრაობა და კითხვა იცი რა არის? ანუ 3 საათი რო გავაო, ზუსტად 3 საათშიო რა, და მოძრაობის დაწყებიდან 3 საათში რა მანძილი იქნება ჩვენ შორის, ერთმანეთს რამდენი გვაცილებს. პირველი, ავტომობილების სიჩქარეთა ჯამი 105 კმ/სთ-ის ტოლია. ანუ ეს რა თემა არის? ეხა 105 კმ/სთ-ის ტოლი რომ არის ჯამი, შეიძლება შენ 100-ით მიდიოდე და მე 5-ით მოვდიოდე. მასეთ შემთხვევაში პირველ ანუ კმ/სთ რას ნიშნავს? შენ მიდიხარ 100 კმ/სთ-ით და მე მოვდივარ 5 კმ/სთ-ით, რომ ავტომობილების სიჩქარეთა ჯამი ჩვენი 105 იყოს. კარგი. და გამოდის, რომ
1 საათში 100 კილომეტრს დაფარავ, მე 1 საათში კიდე 100 კილომეტრს, კიდე 1 საათში 100 კილომეტრს, მე ყოველ საათში 5 კილომეტრს ვფარავ. ეხლა ნახე, პირველი საათის მერე შენ 95 კილომეტრით გამისწრებდი. მეორე საათში კიდე 1.95 და მესამე საათში კიდე 1.95 და ეგ იქნებოდა ჩვენი დაცილება. ესე იგი პასუხია პირველი? არა. რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ სიჩქარეთა ჯამი ნებისმიერი რიცხვი შეიძლება იყოს და მასე გაიზრდებოდა და შემცირდებოდა დაცილებები. ანუ მე ხა გითხარი შენ 800-ით მოძრაობდე და მე 5-ით მეთქი. ხო და თუ სიტყვაზე 60 კმ/სთ მოძრაობ და მე მოძრაობ 105 რო შევკრათ 45 კმ/სთ. მასე ნახე რა თემაა პირველ 1 საათში შენ გამისწრებ 15-ით, მერე კიდე 15, კიდე 15 და ეგ დაცილება უფრო ცოტაა ვიდრე წეღან მიმოვიხილეთ. და 3 საათის მერე სულ სხვა სურათი შეიქმნებოდა. აი შეადარე ხა სიტყვაზე შენი სიჩქარე 104 კმ/სთ-ია და ჩემი სიჩქარე 1 კმ/სთ-ია, რომ სიჩქარეთა ჯამი იყოს 105. ანუ რა გამოდის ახლა პირველ 1 საათში შენ 103 კმ/ით დამცილდი, ანუ რატო? იმიტომ რომ 1 საათში ხო 104 დაფარე და მე 1 საათში 1. რამდენით მეტი ხარ? 103-ით, ხო? და 103-ით გამისწარი, მეორე 1 საათში 103-ით და მესამე საათში კიდე 103-ით და მასე შენ დამცილდებოდი 309 კმ/ით, ხო ხდები და ეგეთი რაღაც, ანუ რა რიცხვებიც გინდა ატრიალე, ხო? მასე როგორ უნდა გაიგო დაცილება? პირველი პირობა არ კმარ. აბა მეორე, ერთი ავტომობილის სიჩქარე 15 კმ/სთ-ით მეტია მეორის სიჩქარეზე. აბა ეხა ის უნდა დაივიწყო, რომ 105 კმ/სთ-ია სიჩქარეთა ჯამი, ის პირობა აღარ არსებობს და მარტო ის იცი, რომ ჩვენ შორის რომელიღაცა ჩვენგანი, ხო, 15 კმ/სთ-ით უფრო სწრაფია ვიდრე მეორე ჩვენგანი. ანუ შენ უფრო სწრაფი ხარ ჩემზე და 15 კმ/სთ-ით მეტი სიჩქარე გაქვს. რა მოხდებოდა მასეთ დროს? მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კმ/სთ-ით მივდივართ. მთავარი ისაა, რომ 15 კმ/სთ-ით მეტს ავითარებ საათში. ანუ სიტყვაზე წეღარ 100-ით დავიწყე. მოდი ეხაც 100-ით დავიწყებ. ანუ თუ შენი სიჩქარე 100 კმ/სთ-ია, ჩემი უნდა იყოს 15-ით ნაკლები, ხო? და უნდა იყოს მაშინ 95 კმ/სთ. ან ის მაგალითი წეღარაც დაგიწერე 60 და 45 აღარ მივაწერ ხო კმ/სთ-ებს. ნებისმიერი 70 და რა ვიცი 55 ხო? ეს არ არის სხვაობა, 15 არ უნდა იყოს. ხო და არის თქმას ვცდილობ, ანუ როგორც ამ მაგალითში, ამაშიც რა რიცხვებს მოიტან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ის იდეა შენარჩუნდებოდა, რომ პირველ 1 საათში თუ შენ 15 კმ/სთ-ით მეტი სიჩქარით მოძრაობ, პირველ 1 საათში 15 კმ/ით დამცილდები. მეორე 1 საათში ანუ ხომ მოიგე 15 კმ. მე აქ ვარ. მეორე 1 საათში კიდე წახვალ და კიდე +15-ით გამისწრებ. ოღონდ შენსა და ჩემ შორის დაცილება კიდევ 15 კი არ არის. 30 გახდება უკვე, ანუ უმატებ შენ სიჩქარეს, ხვდები? ანუ სულ 100-ით მიდიხარ, მაგრამ სიჩქარეს უმატებ რას ნიშნავს? ანუ მეტ მანძილს ფარავ და მე ჩამოგრჩები. შესაბამისად, თუ 100-ით მიდიხარ, მე 95-ით პირველ 1 საათში 15 კმ/ით დამცილდები, დაშორება ჩვენ შორის 15 იქნება. მეორე იმ 1 საათის კიდე შემდეგ კიდე 15-ით დამცილდები და მესამე საათის მერე კიდე 1-15 კმ/ით დამცილდები და რა გამოვა, რომ 3 საათში ავტომობილებს შორის დაცილება ჩვენ შორის იქნებოდა 3-ჯერ 15, ანუ 45 კმ. ხო ეგრე? ანუ აქ იმაზე არაა საუბარი, შენ გამისწარი თუ მე გაგისწარი. დაცილებაო, ანუ რომელი მოძრაობს უფრო სწრაფად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. გზის სიგრძეც არ არის მოცემული, ანუ მილიონი კმ/სთ-ით შეიძლება აიღო, რა ვიცი. ხო, ორი რაკეტა რო გაუშვა კოსმოსში, ხო, ერთი თუ 15 კმ/სთ-ით მეტია მეორეზე, ხო გამოთვლი რამდენი თუ სწრებს არა ყოველ 1 საათში. იგივე თემა არის აქაც რა.
და მეორე პირობით უნდა მოიხსნას ეს ამოცანა და ეს იქნება სწორი პასუხი. ანუ რახან ერთ და იმავე მიმართულებით მივდივართ, აი ძალიან მარტივად რა. მე და შენ რო სადმე დავდიეთ და შენ ყოველ ერთ წუთში 1 მეტრით მისწრებ. მეორე წუთში ხო კიდე ერთს დაამატებ და ამ მერე კიდე ერთს და ამ ყოველ თითო წუთში კიდე 1 მეტრს ვზარალობ მე და უფრო გშორდები შენ. აკაც ეგ თემაა. მნიშვნელობა არ აქვს ჯამის სიჩქარეთა რამდენი იყო და სხვათა შორის სულ მცირე 3 საათი იმოძრავეს, ამასაც არანაირი დატვირთვა არ აქვს. შეიძლება ტრილიონი საათი იმოძრავეს, კონკრეტულად 3 საათში, დაფიქსირდებოდა ეგ, რომ აი სლეში საათი რას ნიშნავს? 15 კმ/სთ მეტია რას ნიშნავს? ანუ საათში გადის 15 კმ/მ. მეორე საათში კიდე 15-ს დაამატებდი, მესამე საათში კიდე 15-ს და 45-ით დამცილდებოდი 3 საათში, თორემ მერე რა მოხდებოდა? მაგაზე ბევრი ამოცანის აგება შეიძლებოდა, გზის სიგრძეს შემოტანა და ასე შემდეგ, საბედნიეროდ ეგენი არ არის. და თუ უსასრულოდ იმსჯელებ, უსასრულოდ გაიზრდებოდა +15, სულ ამდენი ხანით, ამდენი ამხელა მანძილით დამცილდებოდი, სადაც გააჩერებდა ავტორი დროს. მაგის გამოთვლა შეიძლებოდა. მაგრამ აი 3 საათში 45-ით დამცილდებოდი, მარტო მეორე საკმარისია რა. ხო, გესმის ხო რა ენაზე ვსაუბრობ, ანუ ადვილად გიხსნი ხო მგონი, ანუ არ არის ეს რაღაცა ისეთი, რომ ვერ ჩაწვდე. უბრალოდ დიდი ხანი მიყვარს საუბარი, სანამ ადამიანს აი ტვინში არ ჩაუდება ამ ინფორმაციას, იქამდე გაკვეთილს არ ვასრულებ ხოლმე, ხო? ნამდვილი x რიცხვის შესახებ განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. მოდი ამ ვიდეოსთვის ეს ბოლო ამოცანა იყოს, იმიტომ რომ პირობების საკმარისობა ამით სრულდება. ნამდვილი რას ნიშნავს? ნამდვილი, რავი, მე ეგრე ვიცი და ეგრე მასწავლეს სკოლაში, რომ და მერეც უნივერსიტეტში, რომ ნამდვილი არის ყველაფერი. მინუსი, 0, ან ზოგი 0-ს ეძახის, ხო? წილადი, აწილადი, რაციონალური, ირაციონალური, სასრული, უსასრული რიცხვები, ყველაფერი მოკლედ რა. რასაც კი მათემატიკური, არაბული ჩანაწერით ჩაწერ, რომაული ხო იცით პირველი, მეორე, არაბული რა არის? 1, 2, 3. აი ესეთი რიცხვებით რასაც ჩაწერ, ყველაფერს დაერქვა ნამდვილი, ანუ ნებისმიერი რიცხვი რა მოკლედ, რაც კი galaktikაში არსებობს. კითხვა. ესე იგი x რიცხვია მოცემული და ნამდვილი x რიცხვის შესახებ განხილულია ორი პირობა, იმისათვის რომ დავადგინოთ, არის თუ არა x კვადრატი მეტი x-ზე. კარგი. პირველი ინფორმაცია. x-ი მეტია 5-ზე. ანუ საზოგადოდ ეხა როცა რიცხვი რაღაც x-ი კვადრატში ადის, ის ყოველთვის უფრო მეტი უნდა იყოს, ხო? ორიგინალ x-ზე. არის გამონაკლისები, რასაც ეხა გეტყვი. მაგრამ რას ნიშნავს პირველი ინფორმაცია? ანუ პირველი ეს ინფო x-ი მეტია 5-ზე, განა 5-ში არის საქმე რა. 5 უბრალოდ რიცხვი წერია. ბოდიში x-ი მეტია 5-ზე, უბრალოდ ავტორს იმის თქმა უნდა, რომ აი ეს ეხალხო, ჩვენ გაკვეთილებზეც იმდენს საუბრობდი. ვაი, ხმაც ბევრჯერ წამრთმევია ხოლმე განსაკუთრებით ლოგიკაზე და ვიცი, სხვა თქვენ და ჩემი მოსწავლეები და ღმერთი ხედავს ამ შრომას ყველაზე მეტად რა და მიკითხავს სხვა ვინ უნდა დაინახოსო, ხო და ღმერთის მიერ დანახული უპირატესია მაინც, ეგრე მგონია. რო გულწრფელად ვშრომობდი. აი პირველი ნახე x-ი მეტია 5-ზე, რას ნიშნავს? ანუ x-ი დადებითია, მაგის თქმა უნდა ავტორს, 5-ში არ არის საქმე, x-ი მეტია 6-ზეც რო ეწეროს, ეგ სულ ერთი იქნებოდა. ანუ სიტყვაზე რაღაცა 0 რაღაც არ არის x-ი. არამედ არის თუნდაც ირაციონალური და უცრულებელი რიცხვი ფესვი რაღაცა 67-დან. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია x-ი მეტია 5-ზე, ანუ x-ი დადებითია. ხო და თუ რაღაც x-ი დადებითია, მაგალითად x-ი არის 8, რა თქმა უნდა x კვადრატი ყოველთვის მეტი იქნება 8-ზე, იმიტომ რომ x კვადრატი იქნება უკვე
64 და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი რიცხვი ჩასვი რა, თუ x-ი მეტია 5-ზე, ესე იგი x-ი დადებითია. თუ დადებითია და სხვათა შორის მარტო დადებითობაში არ არის საქმე, 0 რაღაც რო არ არის, ეგეც მნიშვნელოვანი თემაა. ანუ, როდესაც რიცხვი იწყება 1-დან ზევით პლუს უსასრულობამდე, ეგ რიცხვი როცა კვადრატში არის, თავის თავზე მრავლდება და თავის თავზე როცა მრავლდება, მაგას ქვია კვადრატი და კვადრატი ყოველთვის მეტი იქნება ორიგინალ რიცხვზე. პირველი ინფორმაციით დაადგენდი, რომ დიახ, x² მეტია x-ზე. მარტო მეორე ინფორმაცია პირველს აღარ გადავხაზავ, დაივიწყე აბა პირველი რო არსებობს. და მხოლოდ მეორეთი ვიმსჯელოთ, x-ი ნაკლებია 7-ზე. ანუ მანდ მოძებნიდი რიცხვებს 1-ის ჩათვლით, რომ კვადრატში რო აგეყვანა x-ზე მეტი ყოფილიყო, მაგრამ x-ი ნაკლებია, სხვათა შორის უარყოფითებშიც. ხო, -7-ის კვადრატი უკვე რა თემაა, ნახე, თუ x-ი შენ აიღე სიტყვაზე -7 და x-ი უდრის -7-ო ასე იტყოდი, x² იქნებოდა 59, ხო? და x² მეტი გამოვიდა ორიგინალ -7-ზე, მაგრამ მორჩა? არა. იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ბევრი ამოცანა ყოფილა ასეთი, ხო, წინა წლებში, რომ აი შეტენილია რა იდეა, რომ x-ი ნაკლებია 7-ზე მოიაზრებს 1-საც მაგალითად. ანუ თუ x-ი არის 1, მაშინ x²-იც 1-ია, ხო? იმიტომ 1-ის კვადრატი 1-ია და მასე არის თუ არა x² მეტი x-ზე ვეღარ ადგენ, იმიტომ რომ თუ მაგალითად x-ი 4-ია, ხო, 16 მეტია 4-ზე, x² მეტია x-ზე, მაგრამ თუ x-ი 1-ია, ტოლი გამოდის, 0-იც ნამდვილი რიცხვია, ხო? თუ x² და x-ი გინდა შეადარო ერთმანეთს, x-ი თუ 0-ია, x²-იც 0-ია და ერთმანეთის ტოლია და ვეღარ ხდება შედარება და 0 რაღაც რო გითხარი წეღან, რატო გითხარი? იმიტომ რომ მაგალითად, ანუ x-ი ნაკლებია 7-ზე, მანდ ისიც არის, აი 0.5 რო იყოს x-ი, საერთოდ 0 რაღაც თავის თავზე რომ მრავლდება, უფრო მცირდება რიცხვი, ეგეთი თვისება აქვს და x², ანუ 0.5-ის კვადრატი იქნებოდა, ანუ როგორ უნდა მიხვდე, იცი 5-ის კვადრატი ხო 25-ია, ხო და უფრო შემცირდება 0.25 იქნება. 0.5-ის ნავრალი 0.5-ზე. და ნახე მაგ დროს x² უფრო ნაკლები გამოვიდა, ეგეთი кейსიც არსებობს, დიახ. ანუ ხან მეტია, ხან ტოლია, ხან ნაკლებია. წილადშიც მასია, ხო, მაგალითად, ნახევარი რო იყოს, ეგრე ჩაწერო. მე რა წერანაც მიწერია, უბრალოდ წილადის სახით. x-ი უდრის 1/2-ს. x² რას უდრის? 1/2-ის კვადრატი ფრჩხილებში იწერება ის, რომ რიცხველის და მნიშვნელიც ადისო. აბა რომელი უფრო მეტია? ახსოვს ესა მასალა. მეტია ის რიცხველიანი წილადებიდან, რომლის მნიშვნელიც ნაკლებია, ანუ 1/2 ნახევარია, 1/4 0.25. ხო და, რადგან ეგ ალბათობა არსებობს მეორეში, დაზუსტებით ვერ იტყვი, რომ x² ყოველთვის მეტი იქნება x-ზე. პირველი პირობა კი გამორიცხავს 0-ს, მინუსაც გამორიცხავს, ზედმეტ დაშვებებზე რო აღარ წახვიდე. 0-ს გამორიცხავს, 1-ს გამორიცხავს, 0 რაღაცას გამორიცხავს, -0 რაღაცას გამორიცხავს და ასე შემდეგ. და ამიტომ x-ი თუ მეტია 5-ზე, x² ვერ მოძებნი ისეთ რიცხვს რა, 5-ზე ზევით, რომ კვადრატში აიყვანო და x-ის ტოლი იყოს ან x-ზე ნაკლები. ამიტომ ხო, პირველით დაზუსტებით იტყოდი, რომ x² ყოველთვის მეტია x-ზე. კაი, მადლობა ყურადღებისთვის და ჩემთვის ბევრს ნიშნავს თითოეული სიტყვა, რასაც მიწერთ ხოლმე და ვიცი, არ დაიშუროთ სამოტივაციო სიტყვები, ყველას თავის ჯოჯოხეთი აქვს ამ პლანეტაზე და ცოტა თუ გამომხნევებთ ხოლმე, ურიგო არ იქნება რა. ზოგი ხო რაღაცას არეკლამებს ხოლმე თავის ვიდეოს მერე. ხო და მე კიდე უბრალოდ კეთილგანწყობას ვითხოვ და ჩემგანაც რა თქმა უნდა იგივეს მიიღებთ. აბა დროებით და იმედია, რა ვიცი, ახალ მოგზაურობას დაიწყებთ მაგისტრატურაზე. ხოლო თუ მოიწადინებთ და მაგზნობინებთ, რომ კომენტარებში ელით, მაინც სხვა ვიდეოებსაც მეორე ვარიანტს და ასე შემდეგ, არ დავიზარებ, რომ შემდეგ დღეებში ჩაგიწეროთ, იმიტომ რომ ორ კვირაში იქნება სადღაც პასუხები და იქამდე მოგაწვდი, რა ვიცი. ხო? და აბა დროებით, მადლობა.